დღეს მივდივართ. Alაში ერთ გამოფენა არის ახალი. კიდევ ერთ გამოფენაზე ვიყავ, პროგრამაზე და ახლა ვეთქვათ. გუშინ მეცადი იდეა ვარ, სპორტით LinkedIn-ზე. შემის ვიტა პოსტა, ვიღაცები გააქტიურდნენ და ეს რაც მინდა არის ის, რომ მაქსიმალურად ფრანგულად ვისაუბრო, სადაც კი შევა. წავუყევით. რიშელიეს ბიბლიოთეკაში. მე მულტფილმ ბელადან მაქვს ძალიან დიდი ფეტიში უდიდესი და უმაღლესი ბიბლიოთეკების. არ ვიცი, ამიტომაც მაგ რაღაც სწავლასთან მეცადინეობის პროცესთან ესეთი დამოკიდებულება, ამიტომ აი ახლა მივდივარ რაღაც ძალიან ისეთი ჩემთვის. ეს ის დღეა, როდესაც ჩვენ მივდივართ შატოში. 1 საათის გზა არის პარიზიდან. ულამაზესი ადგილია, უბრალოდ მართლა მთელი ცხოვრება რო წარმომედგინე და მინდოდა ვერონიკაც ესე ოლდმანი ჩავიცვით. ოლდმანი ვართ, მაგრამ ფული არც ერთ არ გვაგდა რა ვიცი, იქ რომ მიყო. This is Romy. Just trying to not think about food. Oh yeah. ანუ მართლა ცხოვრებაში თუ შევუშალოთ ჩემ თავს ხელი რომ უბრალოდ ვიფიქრო და ვიოცნობო რა მინდა და როგორი ცხოვრება მინდა, ან რა ესეთიკის და ანუ აი ზუსტად დღეს ვაყარაკობდი რომ მეთქი ანუ აი კითხვა რატომ არა, აი რატომ არა, მე რატომ არ უნდა გამომივიდეს, აი ეგ დამჩვენდა უკვე, ანუ აღარ მაინტერესებს არაფერი, უბრალოდ მინდა და უნდა გავაკეთო, ანუ მინდა ძალიან უფრო მაგარი ცხოვრება. შვიდ და ესთეტიკური, ანუ არანაირად არ მაქვს ხოლმე რომ რაღაცას მივახცევ ვიღაც სულში. საერთოდ არ მაინტერესებს ვიღაცის სულში როგორ ვიქნები, მაინტერესებს მქონდეს ის მატერიალური შესაძლებლობა, რომ აი ესეთ სილამაზებში ვიარო რამდენჯერაც მინდა, როცა მინდა და ასე შემდეგ და აუცილებლად მინდა რომ ძალიან საინტერესო საქმეს ვაკეთებდე და არას არ დავაპატარებ ჩემ თავს და ძალიან მინდა ჩემ თავს აი აქ შევპირდე, აი აქ ვეტყვი, რომ მარიამ იმდენად ისეთი თვისებები და ისეთი უნარები გაქვს, რომ ვიცი, რომ გამოგივა. ერთადერთი არის, რომ დაიჯერო, რომ შენ გეკუთვნის და გინდა. მეტი არაფერი არ მჭირდება ამ ცხოვრებაში, ანუ უბრალოდ უნდა მივაწვე. დაიმახსოვრე. Sorry, man. სად ვარ და რა სილამაზეში. ხალხო არ მჯერა რომ ეს არის ჩემი ცხოვრება და რატომ პირიქით დავიჯერო და პირიქით უნდა გამოვიყენო ყველაფერი რომ ამაზე მაგარი იყოს. ვერონიკა, დამეციე! აბრაშკარა მოხვედი. აკვართ ესე ხალხავასწავლებ თუნდაც კაპუჩინო გვინა ყველას.
მასილამაზეა. მეგობრებო, ეს არის თავარი მეინ რუმი. ეს უნდა გავიყვანოთ გარეთ. იმდენად ლამაზ ადგილას ვართ, ხალხო, იმდენად ლამაზ ადგილას ვართ. ნახეთ. ეს არის შატო. აქეთ მხარეც მაღოთ. ლამაზესი. ანუ აი ესეთი ადგილები მაფიქრებინებს, რომ უფრო დიდ რაღაც, აი თვალი უნდა მეჭროს უფრო დიდ ამისიებზე და აი უფრო ფართო მსოფლმხედველობა მქონდეს ზოგადად. ანუ არა მატერიალიზმის კუთხით მაინც და მაინც. ლაფაეტის ტერასა. მე და ვერონიკა ღამის 11-ის ნახევარი არის. სახლში უნდა წავიდეთ რაღაცნაირად, ოღონდ 5 ტრანსპორტი გვაქვს გამოსაცვლელი და ჩასალაგებელი გვაქვს, იმიტომ რომ ხვალ დილის 8 საათზე უკვე ანუ უნდა ვიყოთ სადგურზე. იმიტომ რომ ჟენევის მატარებელი უკვე გადის. წავიდეთ. ხო და აი ახლა ვივდივართ, რომ თან ჩავალაგოთ, თან მოუწოდეთ, თან ჟენევა დასაგეგმი გვაქვს. ჯერ არაფერი არ ვიცით რა უნდა ნახოთ, გაერო შტაბინის გარდა. ღამე ეს ის რომელი მომენტია ვერონიკა? In your 20s with your best friend living your best life in Paris. იმენა ეგრე ვართ მეგობრებო, აი რა ცხოვრება შევიქმნით მე და ვერსკიმ, რომ ჩვენ ესე 24-25 წლის ასაკში მეგობრებო, პარიზის ქუჩებში დავბოდილებთ, აქ ცხოვრობთ თან და აი ესე ფრანგულს სწავლობთ და pardon და s'il vous plaît და bonjour და bonsoir და რაღაცა წრის სწორად მოკლედ. თითქოს რაღაცნაირად აი ახლა რაც ხდება, ანუ აი თანმიმდევრულია, ნორმალურია, თითქოს რაღაც განაღდებულია და აი ეგ არის ძალიან სასაცილო, რომ აი ჩემი პატარა მარიამი რა ცხოვრებასაც, ან როგორ დიდ ქალსაც წარმოიდგენა თავის წარმოსახვაში მომავალს რასაც გააკეთა და როგორ სივლიდა, რასაც ჩაიცვამდა, როგორც იცხოვრებდა, ის უსად მაგ სტილით ცხოვრობდა. ანუ აი ეგ ხალხები რამდენად მადლიერი უნდა ვიყო. ეს ჩემი ცხოვრება. ანუ მარიამ, ეს არის შენი ცხოვრება. ალბათ რა ერთადერთი რამაც ეს არ ვიცი, ამ ყველაფერთან დამაახლოვა, ანუ ჩემს მიზნებთან დამაახლოვა იყო ის, რომ უბრალოდ მეთქვა ძალიან ბევრი რაღაცაზე კი. მიუხედავად ჩემი ძალიან ბევრი შიშისა, უბრალოდ მეთქვა ძალიან ბევრი კი. იმიტომ რომ ფეხებზე მკიდია. ჩემი შიში უფრო ნაკლებია, ვიდრე საშუალოების ან ჩვეულებრივი ცხოვრების შიში. რა ფერები დაგვხსნა და რა სილამაზე არის და რა სიმშვიდე არის. არ ვიცი. მიყვარს ესეთი და სულიერი სიმშვიდის ადგილები, იმიტომ რომ მე ზოგადად ბუნება ძალიან მიყვარს, მაგრამ ადამიანი, რომელიც მიჩვეული ხარ
რაღაცა ჯახი რწვალებას, ბრძოლას და რაღაცა ამ ქაოს სამწუხაროდ სიმშვიდე რაღაცნაირად განგაში უფრო ვიდრე სიამოვნებო, მაგრამ გავიდეთ ერთად ბურთიდან.